Duat am შეკრებაზე, ასე ვთქვათ, ის ადამიანები არიან შეკრებილი, რომელზეც დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ რაც ახლა აქ განიხილება და ძალიან საინტერესო დისკუსია არის გაჩაღებული, იმ საპარლამენტო კომისიის შემადგენლობის 90% უბრალოდ ვერ გაიგებს, რაზე არის ლაპარაკი. აქ არიან ძალიან პატივსაცემი ადამიანები, სფეროს სპეციალისტები, ასოციაციების ხელმძღვანელები, ეკონომისტები, პოლიტიკოსები მათ შორის და ჩვენ ერთად მსჯელობთ აი ამ რაღაცა პროპაგანდისტულ ჯოჯოხეთზე და ვაქხანალიაზე, რომელსაც აწყობს ქართული ოცნება იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს აბსოლუტურად არარსებულ თემებზე. ფასები რომ პრობლემაა ამ ქვეყანაში, ამაზე ჩვენ ლელოს საქართველოს პირადად მე უკვე 5 წელია ვსაუბრობთ, აი სპეციალისტები ზუსტად იგივეს იმეორებენ, რომ აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა გამოყენებული იქნა უკანასკნელი წლების მანძილზე, რომ ველაპარაკოთ როგორც ფისკალურ, მონეტარულ და ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკის ძალიან ფუნდამენტურ პრობლემებზე. აქ მიდის მსჯელობა იმაზე, თუ რეალურად სად არის ეს პრობლემა, რეალურად რითია გამოწვეული და ყველა ხაზი მიდის იქით, რომ ყველაფერი აი ამის უკან, აი ამ საფასო პოლიტიკის აი ამ ეკონომიკური სიგიჟის, რომელიც ამ ქვეყანაში ხდება, ამის უკან რა თქმა უნდა დგას სახელმწიფო პოლიტიკა, ამ ყველაფრის უკან დგას ივანიშვილის მიერ მოწყობილი კლეპტოკრატიული და მაფიოზური სისტემა, სადაც რიგით ქართულ ბიზნესმენს დიდი იქნება ის საშუალო თუ პატარა თავის ბიზნესის კეთებაში გასათვალისწინებელია აქვს ის, რომ მაგალითად სასამართლო სისტემა არ არსებობს ამ ქვეყანაში და ჩამოშლილია და ოთარ ფარცხალაძის გაგზავნილმა კაცმა შეიძლება თავი გაუპოს შუაზე თუ ისე არ მოიქცა როგორც ეს ოთარ ფარცხალაძეს მოუნდებოდა. ეს არის ქვეყანა, სადაც სასამართლო არ არსებობს და ვერც ამას და ვერც ზოგადად ნებისმიერ ბიზნეს დავას ვერავინ ვერ განიხილავს. ეს არის ქვეყანა, სადაც კორუფცია და კორუფციული მდგენელი, კორუფციული ტარიფი არის ბიზნესში, ფასში გასათვალისწინებელი ელემენტი. ეს არის ქვეყანა, სადაც არ არსებობს არავითარი სახელმწიფო რაღაცა გარანტიები იმისა, რომ სტაბილურობა ეკონომიკური იქნება დაცული. ამიტომ ასეთ ქვეყანაში ბიზნესის კეთება არის რეალურ პრობლემებს ხედავს კარტელურ გარიგებებში, აქვს პრობლემა და კითხვის ნიშნები დისტრიბუტორებთან, შეთანხმებებთან და საუბრობს, რომ მართალია DGG მაღალია, მაგრამ ფასნამატი მაღალი არ არის რეალურად და შესაბამისად აი აქ ამ მიმართულებით ეძებს პრობლემას. ხო და ფასნამატის რეალური პრობლემა აგერ ჩამოვთვალე და ის რომ ახლა ეროვნული ბანკი დამნაშავე ამ ყველაფერში ეკონომიკის ფასების შემცირება შესაძლებელია თუ რა არის უპირველესად გასაკეთებელი. შეხედეთ რუსო აი მარტივ შედარებას გავაკეთებ. ერთის მხრივ არის აი რაღაცა მასკარადი სამარცხვინო ადამიანების დასკვნა, რომელსაც მართლა არავითარ პატივს არცემენ საკუთარ არც ცოდნას და იქიდან გამომდინარე უცოდინრები არიან კომისიას გულისხმობ. მათი დასკვნა არის თურმე დაადგინეს. სერიოზულად ვამბობ, რომ დაადგინა შუალედურ დასკვნაში ეს წერია გავთვალ რუსთან. პირველი წერია, რომ ეს არის პრობლემა არის თურმე ის, რომ იმპორტდამოკიდებულია ეს ქვეყანა. მეორე წერია, რომ რიტეილერი, ანუ ეს ქსელები, სასუპერმარკეტ ქსელები არიან დამნაშავეები ფასნამაში და მესამე წერია, რომ საბანკო კაპიტალი ღირსძვირი ამ ქვეყანაში, რომ საბანკოს ესხი არის მაღალ პროცენტიანი. სამივე არის სახელმწიფოს ბრალი. არც ერთი არ არის, არც ერთი იმ ბიზნესის ბრალი, რომლის მტრის ხატად გამოცხადება უნდა. აი ეს შუალედური დასკვნა ნიშნავს, რომ სინამდვილეში პროპაგანდისტულად უნდა გამოაცხადონ მტრის ხატად ბანკები, სადისტრიბუციო ქსელები და იმპორტი გამოაცხადონ მტრის ხატად, როდესაც სინამდვილეში ამ ყველაფერზე რაც ხდება პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია ეკონომიკის სამინისტრო, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია კონკურენციის სააგენტო, ეგრეთ წოდებული, ანუ ყველაფერზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, ანუ ყველაფერზე პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი. პირველი პრობლემა ბიძინა ივანიშვილია. როგორ შეიძლება მაგალითად პირველი შემსუბუქება არა აი ამ რაღაცა იდიოტიზმით რომ გამოაცხადოთ მტრებად ბანკები და ისინი რა ქვია სუპერმარკეტები, არამედ პირველადი რაც ხელისუფლების ხელში არის, ეს არის სასურსათო პროდუქციაზე DGG-ს დაწევა და ისეთ DGG-ს მიღება, რომლის აღქმაც, რომელიც შეიძლება ვთქვათ შეღავათი გამოიწვიოს, ეს არის აქციზის საწვავზე, რომელიც მოქმედებს ყველაფრის ფაზზე. საწვავზე აქციზის დაბრუნება, გაორმაგებული აქციზის დაბრუნება 2017 წლის ნიშნულზე, ეს არის
სახელმწიფო სერვისებზე ფასების შემცირება და ყველა სახელმწიფო სერვისებზე თითქმის ფასები არის გაორმაგებული, გასამაგებული და გაოთხმაგებული. ეს არის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ცვლილება და ეს არის ეროვნული ბანკის რეფორმა და სწორი პოლიტიკის წარმართვა. აი ეს არის ის, რასაც შეუძლია რომ არა მყისიერად ფასები არ დავარდება. პირდაპირ გეუბნებით, რომ უახლოეს მომავალში, უახლოეს კვარტლებში ფასები ზრდა იქნება. იმიტომ რომ ბიზნესი შეშინდება, იმიტომ რომ ეს პროცესი იქ როგორც ყველა სხვა პროცესი ამოვარდება კალაპოტიდან და შეშინებული ბიზნესი როგორც იქცევა, ეს ყველამ კარგად იცის მთელ მაგალითად ჩვენ მოვისმენთ ამ პერიოდში იყო ერთი ასეთი შემთხვევა, რომ გაიაფდა მაგალითად კვერცხი და შესაძლოა ხელისუფლებამ იმისთვის რომ აჩვენოს რომ მისი მუშაობა რაღაც შედეგს იძლევა და ეფექტურია, შეიძლება ხელოვნურად რამე სუსი შეასიოს, პოლიცია შეასიოს ბიზნესმენებს, ანუ მაგიხსიან შეგხდება, აშინებენ, კვერცხის ფასი რატო გაიაფთა. ჯერ ესერთიც ძალიან ნათლად და თალსახად მინდა ვთქვა, დეკემბერში კვერცხის ფასი სადღაც 20 და მეტი პროცენტით გაიზარდა აბსოლუტურად ყველგან. ეს იქნება პატარა მაღაზიები, დიდი ქსელები. გაიაფთა, იმიტომ პრობლემა იყო ამ იმის რა ქვია, ქათმის გრიპის და კვერცხის ფასი გაიზარდა, დეფიციტური პროდუქტი გახდა. ეხლა აი ამ გაზრდილი ფასის, რომელიც სადღაც 20% გაიზარდა, 2 და 3% შემცირება, ფასის შემცირება არ არის. მაგრამ აი ეს იცით რისი ეფექტია? პოლიციისწიური რეჟიმის შიშის. პირდაპირ ლაპარაკის იმის, რომ ძალიან ბევრი კომპანიაში სუსია შესული პირდაპირ და სუსიამ კგბ-ს ჩეკისტებით აშინებენ, რომ დაგიჭერთ, რა ვიცი, გაგანადგურებთ და ეხლა თქვენი მოგება დაიკელით. და კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამას ეუბნებიან ხალხს, ვინც ამ ქვეყანაში ბიზნესს აკეთებს. იმ რისკის გათვალისწინებით, რომ კორუფციული ტარიფია გასათვალისწინებელი თავის ბიზნესის, თავის ფასნამატში, სასამართლოს არ ქონაა გასათვალისწინებელი, ანუ მოგება, როდესაც საფრანგეთში ბიზნესმენ შეუძლია დაგეგმოს 15, 20, 30 წელიწადში, საქართველოში ვერავინ ვერ გეგმავს ამ პერიოდზე მოგებას, იმიტომ რომ სასამართლო არ აქვს და არ იცის, როდის დაესხმება რომელი კრიმინალური ბანდა თავს და ეტყვის, რომ შენგან წილი მომეციო. ან როდის იმას იზამს, რა ქვია, რომელიმე ხელისუფლებასთან უკეთესად დალაგებული მისი კონკურენტი როდის დაიწყებს მის განადგურებას. აი ეს ყველაფერია გასათვალისწინებელი და კიდე დამატებით ახლა ხელისუფლება ეუბნება რომ მარჟა დაწიე აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თორე დაგიჭერ და ჩაგაგდებ ვირის აბანოში. აი ამას ეუბნება და ეგრე არ იცვლება არაფერი. ამიტომ გეუბნებით რომ უახლოეს პერიოდში ხალხს უბრალოდ ბიზნესის კეთება შეეშინდება, გარკვეული პროდუქციის შემოტანა შეეშინდება, შეწყვეტს ამას, გაანებებს თავს და მივიღებთ ფასების ზრდას. ეს არის ასეთი გუნური, ყოველად გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგი იქნება აი ეს და არა საპირისპირო და რა არის გასაკეთებელი მოგახსენეთ. დღეს დაწევა სასურსათო პროდუქტებზე, აქციის განახილება. კიდევ ერთ საკითხზე მინდა ვისაუბროთ, ეს უკვე ეხება ნავთობთან დაკავშირებით ექსპორტს, მონაცემებს, რომელიც გვეუბნება, რომ ქვეყანა უფრო მეტ ნავთობს ყიდის, ვიდრე ღვინოს მაგალითად ან ბორჯომს. მოქალაქეებს ამოხსნათ ეს რას ნიშნავს? ესე იგი, საქართველოს აი ეს რაღაცა კომიკური სტატისტიკა გვაქვს. მართლა ტრაგედია რო არ იყოს, რომ ამაში ვცხოვრობთ, კომიკური სტატისტიკა გვაქვს, რომ საქართველოს ორი მთავარი ექსპორტის პროდუქცია, ანუ გატანილი საქართველოსთან ორი მთავარი პროდუქცია, ეს არის ნავთობპროდუქტები ერთი და რა ვიცი, მე ესე ვიცი, რომ ნავთობი ამ ქვეყანაში არ მოიპოვება და მეორე ეს არის ავტომობილები გაგვაქვს, ან მანქანა რა ბოლო უკანასკნელი მანქანა, რომელიც ამ ქვეყნის ქარხნიდან გამოვიდა ქუთაისის იმიდან, რა ქვია, ავტოკარხნიდან, მე მგონი 87-88 წელს გამოვიდა ბოლო მანქანა და ღმერთს ქნია ის მანქანა ისედაც, რაც იყო. საქართველოს დღეს ყველაზე მეტად ვაჭრობს ავტომობილებით და ნავთობით და მარტივად გეტყვით ამის ეს რისი შედეგი, ეს არის თაღლითობის შედეგი, ეს არის მეკობრეობის შედეგი. საქართველოს არის ქვეყანა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაკავებული არის პირდაპირ და მხოლოდ მეკობრეობით, რუსეთის სანქცირებული პროდუქციის მთელ მსოფლიოში გაყიდვით და რუსეთში სანქცირებული ტვირთის შეტანით. აი ორი მაგალითი. რუსული სანქცირებული კრიმინალური სისხლიანი ნავთობის ვაჭრობა, რუსეთიდან გამოტანა და სხვა ქვეყნებში გატანა აი ამ რაღაცა მახინაციებით და საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული, ანუ რუსეთში აკრძალული სხვადასხვა მარკის უცხოური ავტომობილების შეტანა რუსეთის ტერიტორიაზე. აი ეს არის ორი მთავარი მდგენელი. ეხლა კონკრეტულად ნავთობზე რა ხდება, ხო? მარტივად თავარი რიცხვები ვთქვათ, წინა წელს საქართველოს ჯამში მთელი წლის მანძილზე 80 მილიონი დოლარის ნავთობი გაიტანა ქვეყნიდან, აი ამ რაღაც ტრანზიტის ფორმით და მხოლოდ იანვრის თვეში 2026 წლის 56 მილიონი დოლარის ნავთობი გაიტანა ერთჯერადად. ანუ ფაქტიურად 70% იმისა, რაც წლიურად 2025 წელს ჰქონდა გატანილი.
რა არის ეს? ორი ვერსია არის. ან ეს არის ჯადოსნური ყულევის ქარხანა, ნავთობგადამამუშავებელი, რომელიც უბრალოდ ჯადოსნურია და დაუსრულებელი, იმიტომ რომ რემონტია ხალხო. რემონტია, ქარხანის მშენებლობა არ არის დასრულებული და აი ესე ნახევრად აშენებულ ქარხანაში ამუშავებს კოლოსალური მოცულობის ნავთობს. რუსულის, რა თქმა უნდა, რუსული წარმოშობის და აქცევს მას ბენზინად და დიზელად და ის გააქვს სხვა ქვეყნებში სხვა სტატუსით, უკვე საქართველოში წარმოებული აზერბაიჯანული ნავთობის სახელით, ალბათ, იმიტომ რომ სოკარის არის იცით ნახევრად ის ყულევის ქარხანა. მეორე ვერსია არის, რომ ეს არის პირდაპირ შემოტანილი უკვე ნავთობპროდუქტი, არა ნედლი ნავთობი, არამედ უკვე ნავთობპროდუქტი ნოვოროსისკის ან ტამანის პორტიდან, აი ამ ჩრდილოვანი რუსული ფლოტით შემოტანილი უკვე ნავთობპროდუქტი ბენზინი ან დიზელი, აქ დოკუმენტაციის გაყალბების გზით ის არის მერე გატანილი მესამე ქვეყნებში, მალტაში, იანურის მონაცემები არის მალტაში, თურქეთში და სინგაპურში. ეგ რას ნიშნავს? ეგ ნიშნავს, რომ პირდაპირ ეს ქვეყანა ხვდება სამიზნე, ერთის მხრივ ტრამპის ადმინისტრაციის, რომელიც ნადირობს რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე და მეორეს მხრივ მეოცე პაკეტის ევროკავშირის დამამძიმებელი გარემოებებით, იმიტომ რომ ეს რუსული ნავთობი შეიტანეს ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, მალტაში. ნახეთ, ოფიციალური ასე თუ პოზიცია ასეთია, რომ ხდება გადამუშავება და შემდეგ გადის საქართველოსდან უკვე ნავთობი ევროპის ქვეყნებში. აი აქ პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ვეხმარებით ახლა ვერ მოხდება. თუ შეუძლებელია მისი გადამუშავება. ვერ მოხდება, შეუძლებელია გადამუშავება. შეუძლია ძალიან დიდი მოცულობა არის 56 მილიონი დოლარის ნავთობპროდუქტი არის ძალიან დიდი მოცულობა ამის გადამუშავება ერთ თვეში იმას რა ქვია ყულევის ქარხანას რომელიც პირდაპირ ვამბობთ დაუსრულებელი ქარხანა არის და ეს ძალიან დიდი პროცესი არის ხო ამის გადამუშავება შეუძლებელი ანუ ეს არის ტყუილია მაშინ თუ არ არის ტყუილი ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოგვცე რომ ნამდვილად გადამუშავდა ეს და წინააღმდეგ შემთხვევაში რა თქმა უნდა უდიდეს საფრთხის ქვეშ დგება არა რაღაცა ეს აბსტრაქტული ამბავი კი არა ჩვენი ფინანსური სისტემა ანუ ყველა ადამიანს ვინც რა ვიცი ბარათი გაქვს რა ვიცი საქართველოს ბანკის TBC-ს ან სხვა ვინმეს ბარათი გაქვს ეს ბარათები ჩვენი ფული ჩვენი საბანკო სისტემა უდიდესი რისკის ქვეშ დგება იმიტომ რომ ევროპული სანქციების პაკეტში შესვლა და ამერიკელების მიერ დასანქცირება ჩვენი საფინანსო სისტემის ჩამოაქცევს საქართველოს საფინანსო სისტემას და ჩამოაქცევს თითოეულ ჩვენთან არის შემოსავალს ისეთი ამბავი შეიძლება დატრიალდეს დედაშულს არა იყვას ხელში ამაზეა ლაპარაკი ოღონდ ეს არ აინტერესებს ივანიშვილს ეს არ აინტერესებს მის მაქციებს რომლებიც ხელისუფლებაში ყავს ჩასმული მათთვის მთავარია რომ სწრაფად ხაპონ ბევრი იმიტომ რომ გრძნობენ ფინალის მოახლოვებას და სწრაფად ხაპავენ. ოღონდ თვითონ იციან რომ სწრაფად აქვს ახაპავენ, მაგრამ მაგალითად ქართულ ბიზნესმენებს რომელიც აი ამ ჯოჯოხეთურ რისკში აკეთებენ ბიზნესს, მათ ეუბნებიან რომ ხა თქვენ დაიკელით შემოსავალი, მარტო ჩვენ უნდა გავმდიდრდეთ და თქვენ დაიკელით შემოსავალი, იმიტომ რომ პროპაგანდულად ეგ ამბავი გასაყიდი გვაქვს.